ფეხებზე ბორკილებით და ციხის ფორმაში ასე წარსდგა ვენესუელის ყოფილი დიქტატორი ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე. მადუროსა და მისი ცოლის პროცესი ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდა. მე უდანაშაულო და პატიოსანი ადამიანი ვარ, ეს იყო მისი სიტყვა სხდომაზე. მომდევნო პროცესი 17 მარტს ჩაინიშნა დაცვის მხარეს, სავარაუდოდ მისი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს. ვენესუელაში ახალი არჩევნები მომდევნო 30 დღის განმავლობაში არ ჩატარდება. ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი მე ვიქნები, განაცხადა ტრამპი. პროცესებში მასთან ერთად ჩართულები იქნებიან მარკო რუბიო, მის მდივანი პიტ ჰექსეტი, ჯეიდი ვენსი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები. ქვეყანაში დაბრუნებას და არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩატო. მიმდინარე მოვლენებს ოცნება ისევ ევროკავშირზე თავდასხმისთვის იყენებს. ვენესუელაში ამერიკის სამხედრო ოპერაციას ვრცელი განცხადებით პაპუაშვილი გამოეხმაურა. ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმე წუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს, დაწერა პაპუაშვილმა. კადიროვმა მისი 20 წლის ვაჟი ახმად კადიროვი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა. ჩეჩნეთის ლიდერმა ამას მცირე საკადრო ცვლილება უწოდა. კადიროვი არ აკონკრეტებს, უკავშირდება თუ არა ეს მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.